მოგესალმებით პირდაპირ ეთერში ქრონიკა ციხრის ნახევარზე ახალ ამბებს ოფოც ერთვაზე წარმოგიდგენთ. რუსთავის მერი დავით ჯიქია სამუშაო ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში როგორც ცნობილია, რუსთავის მერმა შეხვედრები უკვე გამართეს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლებთან. სატელეფონო ხაზზე ვრთავთ რუსთავის მერს, რომელიც ვიზიტის დეტალებზე თავად ისაუბრებს. გისმენთ ბატონ დავით. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო 2014 წლის მმართველობის არჩევნების შემდგომ პოსტ მონიტორინგის შემოწმება. ანუ ჩვენთან ჩამოსული იყვნენ ნოემბერში წარმომადგენლები და მათ თავიანთი დასკვნა გააკეთეს და ეს დასკვნა იქნა განხილული კომისიაზე, კომიტეტის ხტომაზე. სხვა შემთხვევაში ის საკითხები, რაზეც ჰქონდათ საუბარი, მათ საქართველოში დიდი ნაწილი შესრულებულია უკვე საქართველოს შესაბამისად ჩვენს მეჩატარებული არჩევნების ჩათვალეს საკმაოდ დემოკრატიულად და ჩვენი რამოდენიმე მუხლი, რომელიც დარჩენილი და უახლოეს პერიოდში შესრულდება და ალბათ სავარაუდოდ რამოდენიმე თვის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოს საბოლოო მონიტორინგ ჩატარდება და ამ შემდგომ გასვლას გააკეთება, მაგრამ დღევანდელ გუშინდელი დასკვნა ეს იყო საკმაოდ კარგი დასკვნა საქართველოს ფაქტურად მათ მიერ მოწოდებული რეკომენდაციები თითქმის ყველა შესრულებული არის. დღევანდელ შეხვედრაზე ანუ ქრისტიან ნახევარში იყო ოფიციალური შეხვედრა, სადაც შეხვდით რამოდენიმე ქალაქის ხელმძღვანელს, დელეგაცია, არა მარტო ქართული დელეგაცია, არამედ დაახლოებით 15 დელეგაცია შეხვდა. პირდაპირ ეთერში დავით ჯიქია საუბრობდა. ქვემო ქართლის გუბერნატორი პოლონეთის ჯიუ-ჯიტსუს ფედერაციის წარმომადგენლობას მასპინძლობს უცხოელი სპორტსმენები. დღეს ფალავანთა კლუბში საქართველოს ჯიუ-ჯიტსუს ფედერაციის პრეზიდენტს, ქვემო ქართლის გუბერნატორს პატა ხიზანაშვილს და ნაკრები გუნდის წევრებს შეხვდნენ, სადაც მასტერ-კლასები ჩაატარეს. იაპონურ საბრძოლო ხელოვნებაში მსოფლიო ჩემპიონატს 2015 წელს პოლონეთი უმასპინძლებს, სადაც მონაწილეობას საქართველოც მიიღებს. მხარის პირველი პირის სპორტის ამსახეობის განვითარებას ქვემო ქართლში და რუსთავშიც გეგმავს. რაც მოხდა რატიფიკაცია ჩვენი ევროკავშირთან ურთიერთობის, ამ პროცესში ჩამოვიდა ასევე პოლონეთის ძალიან სერიოზული დელეგაცია, ძალიან დიდი სპორტსმენები ჩამოვიდნენ, რომლებიც ჩვენ საქართველოში ჯიუ-ჯიტსუს განვითარებას ეხმარებიან, განსაკუთრებით აინტერესებთ, რომ ბავშვებში, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესის დასანერგად და ქუჩიდან ბავშვების მოსაწყვეტად ეს სერიოზულად განვავითაროთ თლად საქართველოში და განსაკუთრებით ქვემო ქართლში. ჯიუ-ჯიტსუ არის საინტერესო, იმიტომ რომ არის კომპლექსური საბრძოლო ხელოვნება. ჯიუ-ჯიტსუ შეიცავს როგორც დარტყმით ტექნიკებს, ასევე გდებებს. ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ჩამოვედი და მომენტსაც საშუალება ქართულ სპორტსმენებს გავცნობოდი. ჩვენ დავიწყებთ სემინარის ჩატარებას, რაც მომავალში საქართველოს ჯიუ-ჯიტსუს ფედერაციასთან თანამშრომლობის გაგრძელებას შეუწყობს ხელს. 571 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებელი სახლის საკუთრებაში გადაეცემათ დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარე, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე გიორგი პაპუაშვილი და წალკის გამგებელი მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ეკომიგრანტების პრობლემებზე და მათი გადაწყვეტის გზებზე დეტალურად ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მთავრობის წარმომადგენლები წალკის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში ჩავიდნენ. ის ეკომიგრანტები, რომელთა სახლები შესყიდულია, სახელმწიფოს აქვს, ადამიანები ცხოვრობენ და არ არის მათ საკუთრებად. დღემდე მათ საკუთრებაში ვერ მოექცა და ახლობთ 500 ასეთი სახლია და რამდენიმე თვეში ეს საკითხი გადაწყდება. ყველა ინდივიდუალური შემთხვევა და ესეთი ერთიანი მეტრით ვერ მიუდგებით, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევას ინდივიდუალურად უნდა მიუდგეთ და პირველ რიგში უნდა გადაწყდეს იმ მოსახლეობის საკითხი, რომლებსაც მართლა სოციალური პრობლემები ჰქონდათ, იძულებული იყვნენ წამოსულიყვნენ ეკოლოგიური თუ სხვა პროცესების გამო და რომლებიც დღეს აქ შრომობენ და დოვლაც ქმნიან და ყველაფერს აკეთებენ და მათ მაქსიმალური ხელისშეწყობა უნდა გაუკეთოთ. წლების განმავლობაში იდგა საკითხი ამ ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით, ვერადა ვერ წყდებოდა ეს საკითხი, მაგრამ დღეს გვეწვია ბატონი მინისტრი სეზარ სუბარი, რომელმაც მოსახლეობა შეგვირდა ამ ბინების დაკანონებასთან დაკავშირებით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით და USAID-ის დაფინანსებით რეგიონებში არსებულ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრებს ნიადაგის ანალიზისთვის საჭირო აპარატურა გადაეცათ. პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით ხორციელდება და ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. როგორ აფასებენ სიახლის დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი ფერმერები, ნახეთ მარიამ სოლოღაშვილის სიუჟეტში.
ქვეყნის მასშტაბით საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრებს ნიადაგის ანალიზისთვის სპეციალური ხელსაწყოები გადაეცათ. აღნიშნული ხელსაწყოები ფერმერებსა და გლეხებს მიწის ნაკვეთებში მცენარეთა ზრდისთვის აუცილებელი მკვებავი ნივთიერებების, როგორიც არის აზოტის, ფოსფორისა და კალიუმის არსებული დონის დადგენასა და სასუქების სწორად გამოყენებაში დაეხმარებათ. ოთარ დანელიამ საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრების წარმომადგენლებს ხელსაწყოები USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ექსტენსიისა და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში ფარგლებში გადასცა. ხელსაწყოები, რომელიც მომენტალურად იძლევა შედეგის შესაძლებლობას, მიწის ანალიზის შესაძლებლობას და შემდეგ, რა თქმა უნდა, ამიტაზე რეკომენდირებული კულტურების კატალოგის შექმნის შესაძლებლობას. ეს არის მნიშვნელოვანი, ეს არ არის პირველი პროექტი, ჩვენ დიდი ხანია უკვე თანამშრომლობთ და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, ამბიციური და ძალიან ისე ვთქვათ, ფართომასშტაბიანი პროექტების ერთობლივად განხორციელებას ვგეგმავთ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა ამჯერადაც წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი მიზანია ფერმერების ხელშეწყობა და ჯანსაღი პროდუქციის წარმოება. ჯანსაღი პროდუქტის მიღება კი დაზიანებული ნიადაგიდან შეუძლებელია. აღნიშნული პროგრამა სწორედ ნიადაგის ძირეულ კვლევას გულისხმობს. სიახლეს დადებითად აფასებენ აგრარული დარგის სპეციალისტები და ადგილობრივი ფერმერები. გარდაბნის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრში განმარტავენ, რომ ნიადაგის ანალიზი 2005 წლის შემდეგ ქვემო ქართლის მასშტაბით არ ჩატარებულა, რის გამოც მიწის ნაყოფიერების დონე მკვეთრად შემცირდა. ნიადაგის კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ნიადაგის კვლევის შედეგად ჩვენ ვიგებთ თუ რა მდგომარეობაშია ნიადაგი. როგორც ვიცით, 2005 წლიდან ნიადაგის აგროქიმიური გამოკვლევების საერთოდ არ ჩატარებულა და ნიადაგის ნაყოფიერება დღითი დღე მცირდება. თუ ჩვენ ხელში გვექნა კვლევის შედეგები, ყველანაირად შევძლებთ ნიადაგის გაუმჯობესებას, ნიადაგის ნაყოფიერების ამაღლებას. ადრე ნიადაგის შესწავლას ფინანსების არ ქონის გამო ვერ ვახერხებდით. არც ამის მოთხოვნა იყო. ახლამდელ პირობებში კი ამის გარეშე მოსავლის დათესვა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული. ამიტომ ამ პროგრამის ამოქმედება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში ნიადაგის კვლევა ადგილობრივი ფერმერებისთვის უფასო იქნება და მათ საკუთრებაში არსებული მიწის ყუათიანობის კონტროლი წელიწადში რამდენჯერმე შეეძლებათ. უკანონო თევზჭერის ფაქტი გარდაბნის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა გამოავლინეს. თევზჭერა მდინარე მტკვარზე ელექტროშოკური აპარატით განახორციელეს. დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ აპარატი და უკანონოდ მოპოვებული თევზი ჩამოართვეს. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამსახურის თანამშრომლების მიერ გარდაბნის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი იქნა აკრძალული საშუალებებით თევზჭერის ფაქტი. სამართალდამცავებმა უკანონოდ მოიპოვეს 30 კილოგრამის სხვადასხვა სახეობის თევზი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გარემოსთვის მიყენებული ზიანის დაანგარიშება და მასალები გადაგზავნილება შესაბამის სასამართლოში. ქალაქში ცენტრალური გზებისა და შიდა ეზოების კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ასფალტის საფარის დაგება ვაჟა-ფშაველას ქუჩის 2 ნომერში დღეს დასრულდა. გზის რეაბილიტაციის პროცესი პარალელურ რეჟიმში ვაჟა-ფშაველასა და თბილისის ქუჩის შიდა კვარტალურ გზებზეც ხორციელდება. ერთ თვეზე მეტია მიმდინარეობს სამუშაოს ასრულებენ რაც შეუულებრივად. ასფალტის საფენი იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში დაზიანებული. დასრულდება 9 ეზოს რეაბილიტაცია, რომლის საერთო ფართი არის 3800 კვადრატული მეტრი, ღირებულებით 1168.000 ლარი. რუსთავის კულტურის სახლმა საცირკო წარმოდგენას უმასპინძლა. ბაგა-ბაღების გაერთიანებისა და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით რუსთაველი პატარებისთვის სანახაობა გაიმართა. საცირკო წარმოდგენას სკოლამდელი აღზის ბავშვები დაესწრნენ. რუსთავის ახალგაზრდობის ინიციატივით აღნიშნული ღონისძიებაზე დასასწრებად 100 ბილეთის სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებს გადაეცათ. ახალგაზრდობის ცენტრი საკმაოდ საინტერესო პროექტები აქვს სოციალური დაუცველი ბავშვებისთვის და ასევე მოზარდების მიმართ და აუცილებლად მაქსიმალურად ვეცდებით რომ ჩავერთოთ ყველა ესეთი ადამიანი ჩვენს პროექტებში. ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებები ხშირად თუ ჩატარდება, ბავშვებისთვისაც კარგია, გაერთენ ძალიან და ძალიან კმაყოფილი ვარ. და სამწუხარო ინფორმაცია რუსთავში მე-11 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა შუახნის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. გავრცელებული ინფორმაციით ის ტბაში დაიხრჩო. ამ წუთებში ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა. დაღუპულის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. რუსთავის ავტოდრომზე ხვალ ეპილეფსიით დაავადებულთა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კამპანია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ავტოდრომზე რბოლა მოეწყობა და გაიმართება სპორტული მანქანების გამოფენა. კამპანია აღნიშნულ პრობლემაზე საზოგადოების ინფორმირებულობას ისახავს. მიზნად რბოლა 13 საათზე დაიწყება.
ლეგენდების ტიპის ავტომობილებით არის და თან ძალიან შეზღუდულ ტერიტორიაზე, ძალიან მოკლე ტრასაზე, წრიული რბოლის ფორმატით არის, ანუ ფინიშის ზოლამდე გაურკვეველი იქნება ვინ არის გამარჯვებული, პირველ საათზე იქნება სტარტი. კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატი განახლდა მეორე წრეში რუსთავის ოხუმის გუნდს დაუპირისპირდა მატჩი რუსთაველების გამარჯვებით 82-75 დასრულდა. შეხვედრა რუსთავის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა. დაძაბული თამაში იყო თავის მოედანზე, თავის გულშემატკივრები და მშვენიერი ლეგიონერები და ძლიერი იყო და კაი თამაში მაინც გამოვიდა. დღეს განახლდა მეორე წრე, წინ დაძაბული თამაშები გველის, ესეთი თამაშები იქნება ყოველთვის წინ. ბოლოში უფრო მეტი აქტიურად ვითამაშეთ, როგორც თავდასხმაში, ისე დაცვაში და ამის ხარჯზე მოვიგეთ. ერაყის დედაქალაქ ბაღდადში მომხდარი აფეთქების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. აფეთქება ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. არიან დაშავებულებიც, მათი რიცხვი 30-ს აღწევს. მომხდარზე პასუხისგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია. ერაყში მსგავსი თავდასხმები გახშირდა. ერაყის მთავრობამ დღეს ბაღდადში კომენდანტის საათი, რომელიც 2004 წლიდან მოქმედებდა, გააუქმა. გერმანიის კანცლერი გუშინ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების წარმატებაში დარწმუნებული არ არის. კანცლერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის სამხედრო გზით მოგვარება შეუძლებელია და კონფლიქტის დასრულებისთვის საჭიროა მინსკის შეთანხმების განხორციელება. დონბასში დასახლებულ პუნქტებში ბოევიკები მთელი ღამის განმავლობაში გრადის ტიპის სისტემიდან ისროდნენ. რაც შეეხება კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას, პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია. როგორც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის თვითგამოცხადებული მინისტრი იტყობინება, მოქალაქეების გაყვანა უსაფრთხოების მიზნით შეჩერდა. გამოშვების ბოლოს ტრადიციულად ამინდის პროგნოზს გავეცნოთ და გავიგოთ, როგორი ამინდი იქნება ხვალ ჩვენს რეგიონში. წალკაში დღისით +8 გრადუსი, ღამით 0 გრადუსი იქნება, თეთრიწყაროში დღისით +10, ღამით 0 გრადუსი. თმანში +7 იქნება, დღისით ღამით -4 გრადუსი, ბონიში +13 დღე, ღამით +3. მანავში დღისით +13, ღამით +4 გრადუსი სითბო იქნება, თბილისში +14 დღისით, ღამით +2. გარდაბაში +15 დღისით, ღამით +4 გრადუსი სითბო იქნება, რუსთავში კი +15 დღე, ღამით +4. ქრონიკა ცხრილის ნახევარზე დასრულებულია. მე მომავალ შეხვედრამდე გამშვიდობებით, ნახვამდის.